როდესაც გარდაიცვალა სტალინი, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 60 მილიონით იყო გაზრდილი. და სტალინი იყო თურმე ისე რა ქვია, სისხლის მსმელი. და ახლა რატო ვერ იზრდები? რატო ვერ ვითარდები? გაიხარე ძმა უფლის ხალო. არც ერთი ერი არ მოიქცეოდა. არც ერთი ერი არ იქცევა ასე სამარცხვინოდ. არც ერთი ერი იქცევა ასე სამარცხვინოდ, როგორც სამარცხვინოდაც ქართველები ვიქცევით და ვეკიდებით ჩვენ ისტორიას. არც ერთი ერი არ იქცევა ასე. და საერთოდ ისტორიულმა უმაგურობამ და ისტორიულმა ემან რა ქვია სიბეცემ და სიბრიყვემ იცის ის რაც ჭირს ჩვენ ერთ და ჩვენ ქვეყანას. სტალინი იყო ცუდი, ხო? ჟორდანია იყო კაი. ჟორდანია. ჟორდანიას სიკარგე ხო კარგად გამოჩნდა. მისი დამპალი და უჯიშო შთამომავლობა რო პრეზიდენტად ყავდათ, ისიც ხო კარგად გამოჩნდა. ხო და ესეთი ხალხი არაფერს არ იმსახურებთ. ზუსტად თქვენაირებს აბსოლუტურ უმრავლესობას იქ ვინც იყო ახლა დახვრეტილი და იქ რამდენმა მერე რეაბილიტაცია გაიკეთა და ესე შემდეგ ის ცალკე ამბავი იყო. იმ რეპრესიების დროს ძირითადი აბსოლუტური უმრავლესობა ის ზუსტად ისეთივე ფუჩუკუტუ ორგანიზაციების წევრები იყვნენ, როგორც არიან დღეს, როგორებიც არიან ეს სოროსის ფონდი, ამის რა ქვია დემოკრატიის ფონდი, USAID-ის გველისწიწილები და აი ასეთი გველისწიწილები რო ამოწყვიტა, ამიტომ ვერ პატიობენ დღემდე. ამიტომ ვერ პატიობენ და ამიტომ ლანძღავენ და ამიტომ აგინებენ და ეს ყრუ ხალხი, ეს გაუნათლებელი, ეს უციგნური ხალხი ამ ყველაფერში დაარწმუნეს, რომ თურმე ესეთი ცუდი იყო. ბიჭო, ჩერჩილმა თქვა, მისი არ იყოს იმაზე სტალინის გარდაცვალებას და ხრუშჩოვი შევა ისტორიაშიო, იმიტომ რომ მკვდარ სტალინს დაუწყო ომი და ომი წააგო. და 53 წლიდან მკვდარს ებრძვიან და მკვდართან აგებენ ომს, ამნაირი არ მინახია. იმიტომ რომ ის შეცდომას აღარ დაუშვებს. მორჩა იმან თავისი ჩაატარა ხუთიანზე ყველაფერი და წავიდა იმ ქვეყანაში. რა გინდა ერთ ჩამოაყალიბეს შენი აზრი, მაფია 777 ჩამოაყალიბეს შენი აზრი, რა გინდა? აი, ჩამოაყალიბე რეალურად. და ძალიან დიდ პატრიოტად რო დებ თავს. აფხაზეთი და ოსეთიო რო იძახი, რო კითხოს კაცმა პატრიოტი კაცი. აი მარტო ამ სიტყვის გულისთვის გაქვს ახლა პასუხი მოსათხოვი, შენ რო კითხოს კაცმა და პირსავარნელი პატრიოტი ხარ. პირსავარნელი პატრიოტი ხარ, შენ რო კითხოს და აგინე პუტინს აფხაზეთი და ოსეთიო წაგვართვაო. ბიჭო, ცხონებული მეგობარი იყო ჩემ, არჩილ ტატუნაშვილი სხვა რამის გამო კი არ მოკლეს ცხინვალში. ოსეთი არაო და არასდროს არ იქნება ოსეთიო ესო და დროშას არ დაადგა ფეხი და მოკლეს ამის გამო. შენ და აი ასეთმა ბრძენვა პატრიოტებმა იმდენი ვერ ისწავლეთ თქვენ თავში, რომ ოსეთი მაინც არ ახსენოთ. ან შიდა ქართლი თქვი, ან ჩრდილო ქართლი თქვი, ან ზემო ქართლი თქვი, ან სამაჩაბლო თქვი, თუ ოსეთია დაანებეთ, თავი ძამია იმას. შეეშვით. და აი ამ ტერმინის გამოსწორებას რო ისწავლი, მე დავიჯერებ შენ პატრიოტობას. მანამდე ვერ დავიჯერებ. ხო და ქალბატონო ელისო, ზუსტად ასეთი პიროვნება რო იყო და ასეთი იმპერია შექმნა და ასეთი სახელმწიფო შექმნა და თვითონ რო ჩექმაში იყო, კიტელში იყო და შვილებს რო ფრონტზე აგზავნიდა და არაფერი რო არ დარჩენია, მატერიალისტი რო არ იყო და იდეალისტი იყო და ესეთი ქვეყანა აშენა, იმიტომ